რაც შეეხება დათა ახალაიას თითქოს განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ამას სანამ უშუალოდ თვითონ დათა ახალაია არ გასცემს პასუხს, მანამდე ძნელია რა იმის თქმა, ვინაიდან ყველამ ვიცით, რომ სოციალურ ქსელში ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერი სახელი და გვარით შექმნას გვერდი, დაწეროს ტექსტი და ასე ვთქვათ, ეს გაასაღოს ვიღაცის განცხადებად. მით უმეტეს თვითონ იმ განცხადებასთან მე პირადად, როგორც შეხედული ადამიანი ასეთი ტექსტების შეფასებაზე ბევრი საკმაოდ ისეთი კითხვა მიჩნდება, იმიტომ რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ის ტერმინოლოგია და სიტყვათა წყობა, რომელიც შეიძლება, ასე ვთქვათ, ძალიან ესე ცუდად მოგამიგებთ, ანუ სამეგრელოს წარმომადგენელმა რომ დაწეროს სამეგრელოში დაბადებულმა და გაზრდილმა ადამიანმა რომ დაწეროს ეს. იმიტომ რომ ყველა კუთხეს თავისი სპეციფიკური სიტყვათა წყობა გააჩნია და არის იქ 2-3 ტერმინი ისეთი, რომელიც სპეციალურადაა ჩართული ამ ტექსტში, რომ თითქოს დამარწმუნებელი იყოს, რომ ეს განცხადება დაწერა სპეცსამსახურების ყოფილმა თანამშრომელმა და რიგით საუბარში არც ერთი სპეცსამსახურის თანამშრომელი ისეთ სპეციფიკურ ტერმინოლოგიას, რომელიც იყენება და გამოიყენება იმაში, რა ქვია, ესეთ დოკუმენტაციაში, უშუალო სამუშაო დოკუმენტაციის შედგენაში, ესეთ საუბრებში და განცხადებებში იგი არ ხმარობს. აქ არის გამიზნული პროვოკაცია ზუსტად 19 აპრილისადმი მიძღვნილი, რომ შეიტანონ განხეთქილება და ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ახლა დათა ახალაიას და ოჯახის ახალაიები მარტო არ არიან, ხო? მათ ნათესავები ყავთ, მეზობლები ყავთ, მეგობრები ყავთ, თანამოაზრეები ყავთ, ანუ ეს გარკვეული ჯგუფის ჩამოცილება და განხეთქილების შეტანა არის გამიზნული. ანუ რაც შეიძლება ნაკლები ხალხი ჩამოვიდეს დასავლეთ საქართველოსდან, კონკრეტულად სამეგრელოდან.